7 ბავშვი ვარ სახლში და დედიკო ძალიან გჭირდება. ყოველთვის სევდიანები ვართ, არც თამაში გვინდა და არც არაფერი. სვანეთის მთებიშვილს 31 წლის გმირდედას ნათია პაკენიანს მოულოდნელად თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა. ალბათ ხვდებით, რომ ეს იგივე ბომბია თავში, რომელიც ერთ წამში უსპობს სიცოცხლეს ადამიანს. ნათია 7 შვილიდან ყველაზე უმცროსი 2 წლის არის. ბავშვი საყვარელი დედიკოსთვის გვირილებს კრებს. ამ ანგელოზის დაუბრება ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება. ეს კი 5 წლის ლიზაა. ბავშვის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც გოგონამ თავისი თვალით დაინახა, რომ დედამ გონება და კარგადაც ძირს დაბარდა. წამლებსაც ვარ ყიდულობს. ფული არ აქვს. მე ძალიან გული მტკივა, რომ დედიკოს ასე უყურებ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რადგან პატარა ვარ. საქართველოში მკურნალობამ არანაირი შედეგი გამოიღო. სუსტი დიაგნოზის დასადგენად თურქეთმა დამატებითი გამოკვლევები დანიშნა, მაგრამ რა ქნა 7 შვილის დედამ, როგორ შეაგროვოს შესაბამისი თანხა? გამოკვლევის ღირებულება $6000-ია. ეს ნამდვილად არ არის დიდი თანხა, მეგობრებო. გმირდედას ერიდება დახმარების თხოვნა, მაგრამ ფონდში დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი გულის ხმიერების შედეგად ამ თანხას სულ რაღაც 2 დღეში ავაგროვებთ და ნათიას ყველა ერთად გავაცილებთ თურქეთში. იქიდან კი კარგ ამბებს დაველოდებით. ჩვენ გვჯერა, რომ არ გაწირავთ გმირდედას, რომელიც 7 შვილს ღირსეულად უსრდის ჩვენ სამშობლოს. ახლა კი თავად მასჭირდება სამშობლოსა და თავისი თანამემამულეების დახმარება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.